დღეს განახებთ თუ როგორ გავაკეთე $3150 ლექციის ჩატარების დროს, აგერ ლექციას ვატარებდი, ახალ სპორტში ლექციას და აი კაკრას მაშინაც take profits ჩაარტყა ტრეიდმა. ეს არის თითო აკაუნტზე გახსნილი მოგების რაოდენობა და მოდი ახლა ავხსნათ რა იყო ჩემი ბაიასი და ნარატივი ამ ტრეიდში და როგორ გავაკეთე. რა თქმა უნდა, ყოველთვის მიცოდეთ, რომ ამ ყოველფერს მარტივად უნდა მიუდგეთ, მარტივადაც მიუდექი. ეხავე თუ მისმენ არხი გამოიწერე და ვიდეოს დაალაიქე, ეს ჩემი იუთუბერული რაღაცები დავამოღალ უნდა დრო და დრო. მოკლედ, პირველ რიგში რას უყურებ მარკეტზე? მარკეტზე ვუყურებ, რომ ვართ ასულები ღირფეროლოგებში. დღეს ღირფეროლოგებში ორივე მარკეტი ავიდა, სადაც ფიქრობ სიმართლე გითხრათ, რომ მარკეტი უნდა შემოტრიალდეს და წამოვიდეს ძველ ლოუებისკენ, ხო? გაგრძელოს bear short the flow. ეხლა, რას უყურებ მე მარკეტზე? მე მარკეტზე ვუყურებდი NQs და ES და ვხედავდი, რომ PM-ზე, ჩემს სატრედო სესიაზე, ნუ ამ შემთხვევაში, ქონდა bearish SMT. ამ high-ებზე, ეს აი ამას არ აუღია, ES ეგ აღებული ქონდა, bearish SMT ქონდა displacement-ი გაკეთებული, აგერ გვაქვს bearish breaker block-ი 15 წუთიანზე. ძალიან მარტივად, აი, რამე გავართულე მაღალ time frame-იანი bias-ი გითხარით, ეხლა კიდევ ვცდილობ რომ ნარატივები და მიგიყვანოთ და აქედან უკვე double time frame-ზე გადავალ და 10%-ს გავაკეთებ, რომელიც არის რა? Trade შესვლა. მეტი არაფერი. Trade შესვლა რა არის? პროსტა რომ მიდასტურებს რომ მარკეტი ქომოდ წამოვა. მეტი არაფერი. მიდასტურებს რა, ანუ მაღალ time frame-ს რო window უფრო მარტივად, მაგისთვის მეხმარება, ხო? მარკეტზე ვართ bearish-ში, მინიმუმ ეს ტრეიდი რომც არ გამოსულიყო, რაღაცა retracement-ს მაინც მოვიგებდი. ჩემი, ანუ არ იყო ტარგეტი, ეს არ იყო ტარგეტი. არ გჭირდებათ რაღაც ძალიან დიდი ტარგეტები და დიდი მოგებები. რატო? იმიტომ რომ ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს სისტემატურ მოგებებზე და ერთ-ერთ გავარდნოთ ტრეიდზე. ხომასია? გადავედით ახლა double time frame-ზე და შევხედოთ, რა ქნა აქ მარკეტმა. აი ამ breaker block-ში რო ავედით, ასევე internal manipulation, liquidity ავიღეთ, აი ამ range-ში, turtle soup-ი, displacement-ი Fast retracement-ი ქონდა აი აქ ამ range-ის პრემიუმში, აქ გავხსენი ტრეიდი. Stop loss-ი მქონდა აქ, არც აიზე არ მქონია stop loss-ი და ამ ტრეიდში ვიღავი სადაც გაიხანი. Короче, 1:40 წუთი ვიღავი. მაგდენ ახლა ლექციას გაგრძელდა. და აი აქ ჩემი ტარგეტი იყო რაღაც მარტივად ერთწუთიანი equal-ობები, აი ეს ხო, ეს ფეროლოგები ხო ჩემი ტარგეტი. ძალიან მარტივი, მეტი არ სჭირდებოდა. ესე გამოვიდა. მე მგონი არ ცოტა უფრო ზემოთ ვიყავი, მე მგონი შესული, იმიტომ რომ რისკი ორდი უკეთესი მქონდა. აი, სადღაც ეს 12 თუ 56. მოკლედ ესე გავხსენი ეს ტრეიდი, დავათარგეთ ეგ low, partially ამ ტრეიდში არ ამიღია. break-even-ზე გადავედი მაშინ, როცა აგერ ჩამოსვლა იყო, კიდე ერთხელ ავიდა, equal-ობები დავიტოვეთ. ეს low რო აიღო მარკეტმა უკვე, so, delivery დაწყებულია, low რო აიღო, break-even-ზე გადავედი და საბოლოო take profit-თან ჩამოვიდა, იმიტომ რომ ამ lows თუ იღებს მარკეტი, მერე ზემოთ არ წავა რა. აქთან ძალიან ბევრი გალონგავდა, შეცდებოდა, წააგებდა კიდევაც მე მათი liquidity შევაგროვე და წავედი take profit-ს ავიღე. ეს იყო ჩემი ტარგეტი, sell liquidity. ძალიან მარტივი ლოგიკით, მარტივი მიზნით, სწორ დროს თავარია გახსნა ტრეიდი და ესა პატარა ტარგეტი აიღო და გამოხვიდე. მეტი საჭირო არ არის 3 წუთში ჩავატე ეს ყველაფერი. 3 წუთში. აი, 5 წუთი შეიძლება ხე გავწელო, შეიძლება ვიდეო რაც არ მინდა რომ მოხდეს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ მარკეტში ხედოთ მარტივად რა. ძალიან მარტივად უნდა უყურებდეთ მარკეტს, მარტივად აკეთებდეთ ანალიზს და მარტივი მიდგომა უნდა გქონდეთ მარკეტზე. მაგრამ ვინც დამწყები ხართ, დამწყები მისმენთ, თქვენთვის რთული იქნება. რატო? იმიტომ რომ უნდა იყოს კიდევაც. თავიდან ტრეიდინგის სწავლა არის კომპლექსური და ეგრეც იქნება, მაგრამ როცა უკვე ჩამოყალიბეთ, მით უმეტეს ვინც ICT-ს სწავლობთ, ხო? და აქ ბევრი მოდელი არის, ბევრი შეხედულება შეიძლება იყოს, ხო? ზოგი power of some უყურებს, ზოგი market maker მოდელს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც, როცა მიხვალთ უკვე იმ დონემდე რომ მარკეტზე წარმოდგენა გაქვთ და ჩვეულებრივად აქტიურად კარგი ტრეიდების გახსნა შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში რა უნდა ქნათ? ის უნდა ქნათ, რომ მე უკვე უნდა გაამარტივოთ თქვენი ხედვა მარკეტზე. რომ გაამარტივებთ, მე უფრო მარტივად გახსნით ტრეიდებს და აი ესე ვთქვათ, აი როცა იმ მუღამში შეხვალთ და უკვე დამუღამებული აქვთ ყველაფერი, მე ვერაფერი გაგაჩერებთ, ჩათვალე, ესეთი დღეები მიიყრება ერთმანეთზე და მოვა და მოვა სულ. დღეისათვის სულ ეს იყო ხალხო. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ. ნახვამდის.